Difficult is going to be the Russia-Ukraine situation. შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი შეცდომა უწოდა 2024 წელს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მიღებულ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ევროპის რამდენიმე ლიდერთან ერთად კიევისთვის ნება დაერთო ამერიკული და ევროპული წარმოების შორი რადიუსის რაკეტებით რუსეთის შიგნით იერიშები მიეტანა. რითიც ტრამპმა მიანიშნა, რომ თანამდებობის დაკავების შემდეგ შესაძლოა მან ეს გადაწყვეტილება შეცვალოს. ტრამპი ამბობს, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერები შეთანხმებისთვის უნდა მოემზადონ, რათა მისივე სიტყვებით დასრულდეს სასტიკი ომი, რომელმაც უკრაინა 2022 წლიდან მოყოლებული მოიცვა. ტრამპმა უკრაინაში ომის სწრაფად დასრულების პირობა ბოლო 1 წლის განმავლობაში არაერთხელ დადო და დღესაც იმეორებს, რომ შეეცდება მისი შემდეგი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება შედგეს, რითთვისაც შესაძლოა კომპრომისზე წასვლა ორივე მხარეს მოუხდეს. შეთანხმება უნდა შედგეს. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ეს ომია. ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ზელენსკიც უნდა დათანხმდეს და პუტინიც. ომში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობა უცნობია. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ორივე მხარეს დაღუპულთა რიცხვი 9 მილიონს აჭარბებს. დაღუპულთა და დაჭრილთა საერთო რაოდენობა კი შესაძლოა მილიონზე ბევრად მეტიც კი იყოს. ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს ტრამპის მიერ კიევისთვის ამერიკული მხარდაჭერის შეწყვეტას. ვილსონის ცენტრის ექსპერტის უილიამ პომერანცის აზრით, ამას უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სამხედრო შედეგები მოჰყვება და შესაძლოა ტრამპი ამერიკის ევროპელ მოკავშირეებს დააპირისპიროს კიდეც. I see a potential clash. ხედავ შესაძლო დაპირისპირებას ნატოს წევრ მოკავშირეებსა და პრეზიდენტ ტრამპ შორის იმაზე, თუ როგორი იქნება ომის მომავალი. გულწრფელად გეტყვი, როდესაც ტრამპი მოლაპარაკებებზე საუბრობს, ეს სინამდვილეში უკრაინის მასში ჩართვასა და დანებებას ნიშნავს. მაგრამ რუსეთს ის რეალურად არანაირ პირობებს არ უყენებს. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ამერიკის ხმას ეუბნება, რომ უკრაინის მხარდაჭერა ევროპაში ურყევი იქნება. ნატოს მხარდაჭერა რკინასავით მტკიცეა. ეს ვიცით ჩემი ქვეყნის, ნიდერლანდების მაგალითზე. ნახეთ რა ქნა გერმანია, საფრანგეთი აიღეთ, ბრიტანეთი, მთელი ევროპა, ნებისმიერი ნატოს მოკავშირე. თქვენთან ერთად ვართ. გსურს რომ ძლიერ პოზიციაზე იყოთ, რომ ერთ დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდეთ. ამაზე ვიმუშავებთ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთანაც. უკრაინასა და რუსეთს შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკების წინ ფრონტის ხაზებზე ვითარება კიევისთვის რთულია. რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მესამე 2024 წელს უკრაინამ კიდევ უფრო მეტი ტერიტორია დაკარგა. რუსეთის ძალები რამდენიმე მიმართულებით დაწინაურდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთით ხარკივის ოლქისკენ და აღმოსავლეთში დონეცკისკენ. რუსებმა წელს რამდენიმე სტრატეგიული პუნქტი დაიკავეს, მათ შორის ავდიივკა და ვუგლედარი. 2024 წელს უკრაინასაც ჰქონდა მნიშვნელოვანი წარმატება. აგვისტოში ჩრდილოეთ საზღვრის მხარეს უკრაინის ძალები რუსეთის კურსკის ოლქში შეიჭრნენ და რუსეთის ტერიტორიის ნაწილს დღემდე აკონტროლებენ. თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა იქ ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალების ათასობით ჯარისკაცი ჩაიყვანა, როიტერის ცნობით უკრაინამ მოპოვებული ტერიტორიის დაახლოებით 40% დაკარგა. როდესაც უკრაინის პრეზიდენტს კითხეს, არის თუ არა ის მზად ცეცხლის შეწყვიტოს და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ამისთვის უსაფრთხოების გარანტიების და მშვიდობის გეგმის ნახვა დასჭირდება. ბრიუსელში ბოლო ვიზიტისას ზელენსკიმ ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიესალმება ომის დასრულებაში ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ჩართვას. პრეზიდენტი ტრამპი ძლიერი ადამიანია და ძალიან მინდა ის ჩვენ მხარეს იყოს. სურს მას ომის დეტალებზე მოუყვე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ის არ იყო ამ ომში. არ იყო მაშინ პრეზიდენტი. დიდი სურვილი მაქვს ტრამპი ამ ომის დასრულებაში დაგვეხმაროს. 2024 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე სამშვიდობო მოლაპარაკებისადმი მზაობა რუსეთის პრეზიდენტმაც გამოთქვა. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ის წინა პირობებს არც კი წამოაყენებს, თუმცა იქვე ამბობს, რომ ნებისმიერი შეთანხმების მიღწევა მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან შეიძლება. ეს კი კრემლის აზრით პარლამენტია, რადგან საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში საომარი ვითარების გამო დანიშნულ დროს ვერ ჩატარდა. მანამდე რუსეთის პრეზიდენტი გამუდმებით საუბრობდა უკრაინის იმ 4 რეგიონზე, რომლებსაც ის რუსულ ტერიტორიად მიიჩნევს. პოლიტიკა კომპრომისების ხელოვნებაა. ყოველთვის ვამბობდი, რომ მზად ვართ ორივესთვის, მოლაპარაკებებისა და კომპრომისებისთვის. ბოლოს და ბოლოს შეთანხმებას ხომ სტამბოლში 2022 წლის ბოლოს ერთხელ უკვე მივახციეთ. ჩვენ კი მზად ვართ, მაგრამ მეორე მხარეც უნდა იყოს მზად როგორც მოლაპარაკებების, ისე კომპრომისებისთვის.
რაც უნდა ულმობელი აგრესორი იყოს, ის საკუთარ საშინაო პოლიტიკაში პუტინს ბევრი მიზეზი აქვს იმისთვის, რომ უკრაინასთან ომისთვის წერტილის დასმა სურდეს. ამბობს ჩარლზ კუპჩანი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი და საგარეო პოლიტიკის ცენტრის უფროსი მკვლევარი. პუტინს შეეძლება იმის თქმა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მან დაიცვა რუსულენოვანი ეთნიკურად რუსი მოსახლეობა და რომ ამით კრემლის მისია წარმატებით დაასრულა. He's been talking about a potential. უკვე რახანია პუტინი ომის შეთანხმებით დასრულების პოტენციურ შესაძლებლობაზე საუბრობს. მაგრამ ის მიერ წარდგენილი მოთხოვნები უკრაინელებისთვის სრულებით მიუღებელია. პუტინმა იცის, რომ არჩეული პრეზიდენტი ტრამპი ამ ომის დასრულებას მიზანდასახულად ცდილობს. სავსებით შესაძლებელია პუტინი მომავალ თვეებში ომის შეწყვეტას დათანხმდეს. არ მგონია, რომ ტერიტორია იყოს დიდი პრობლემა. ეს ბევრი ნიშნით ყველაზე ადვილი გადასაჭრელი იქნება. რუსები გააკონტროლებენ იმას, რასაც უკვე აკონტროლებენ. უკრაინელები კი ქვეყნის დანარჩენ ნაწილს გააკონტროლებენ. უფრო რთული გადასაწყვეტი იქნება პუტინის დამატებითი მოთხოვნები და შეძლებს თუ არა ტრამპის, ზელენსკისა და ევროპელი მოკავშირეების ამ მოთხოვნებზე დაყოლიებას. ვაშინგტონში მოელიან, რომ დონალდ ტრამპი, ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში 4 წლიანი პაუზის შემდეგ ისევ ბრუნდება, უკრაინაში ომის დასრულების საკითხს დღის წესრიგში პოსტის დაკავებისთანავე ძალიან მალე დააყენებს. შეერთებულ შტატებში ჩატარებული გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ ამერიკელთა განწყობები მსგავსად იცვლება. დეკემბრის ბოლოს გალოპის მიერ გამოქვეყნებული კვლევით, უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება ახლა გაცილებით მეტ ამერიკელს სურს. ვაშინგტონში დაგეგმილ ინაუგურაციის ცერემონიაზე საპრეზიდენტო ფიცს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სულ რამდენიმე კვირაში დადებს. ამასობაში პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ხელისუფლების გადაცემამდე მაქსიმალურად ცდილობს უკრაინის უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი სახსრები დროულად გახარჯოს და დაპირებული დახმარება უკრაინას, რაც შეიძლება სწრაფად მიაწოდოს. მაია ქვარცხავა, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.